საღამო მშვიდობის დღეს 28 თებერვალია, პარასკევი ზამთრის ბოლო დღეს ვსაუბრობთ მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ, დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. მთავარი თემატიკა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იყო ტურიზმის მედეგობა. ტურიზმის მორიგი სამიტი აჭარაში და მსჯელობა არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. კაფეოდ გამოიკვეთა საჯარო და კერძო სექტორ შორის დიალოგის გამართვის აუცილებლობა. როგორ ხვდება განგრძობითი პოლიტიკური კრიზისის ფონზე სექტორი 2025 წელს? ვფიქრობთ, რომ ბათუმში კიდევ უფრო სწრაფი თემპით არის ზრდა ტურისტული ნაკადების საჭირო. რას ცვლის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სასტუმროების საქმიანობაში? ტრენდი მიდის იმისკენ, რომ უფრო მეტ სასტუმროს სურს კონდეს თავისი საიტი, პირდაპირ ჯავშნები მიიღოს. და როგორ აისახება უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარება ტურიზმის ინდუსტრიის მუშაობაზე? გვაქვს ისეთი რთული სურათი, როგორიც ზოგადად შექმნილი სიტუაცია არის. ტურისტერი 2025 და მისი შედეგები. რა იქნება ტრენდი მომდევნო 1 წლის განმავლობაში და რა ნაბიჯებს დგამს სექტორი მასზე ფეხის ასაწყობად? $200,000-ით მეტი ტურისტი და $100 მილიონი გაზრდილი შემოსავალი. ასეთია პროგნოზი, რომელსაც კვლევითი ორგანიზაციების ნაწილი 2025 წლისთვის აკეთებს. საქართველოს ტურიზმის სამიტის იგივე ტურისტერის რიგით მესამე მასშტაბურ ღონისძიებაზე წარმოდგენილი მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა სავარაუდოდ 5,300,000, ხოლო მიღებული შემოსავლები 4,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. საქმეა შეხვედრაზე, რომელსაც 300-მდე დამსწრე ყავდა და 2 დღის განმავლობაში ტარდებოდა, ექსპერტებმა ტურიზმთან დაკავშირებული უძრავი ქონების სექტორის აქტივობებიც მიმოიხილეს. კერძოდ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ბათუმში მოკლევადიანი ქირის აპარტამენტების მიწოდება მზარდია და 2028 წლისთვის სავარაუდოდ გაორმაგდება კიდეც, თუმცა ამ პირობებში არსებული დატვირთულობის შესანარჩუნებლად ტურისტების რაოდენობის მინიმუმ 15%-იანი წლიური ზრდა იქნება საჭირო. სამიტის ფარგლებში მიმოიხილეს ტექნოლოგიური სიახლეებიც. ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი იმ გადაწყვეტილებებზე გაკეთდა, რომლებიც საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებს და ზოგადად მასპინძლობის სექტორს საქმიანობას უმარტივებს და შემოსავლების ზრდასთან ერთად დანახარჯებსა და რესურსებს უმცირებს. მოკლედ, რა იქნება ტრენდული 2025 წელს, რა გამოწვევების წინაშე დგას მასპინძლობის სექტორი ამჟამად და რა კეთდება იმისთვის, რომ ახალ ტურისტულ წელს ინდუსტრია კარგად მომზადებული შეხვდეს. დღეს ტურისტერის კონტექსტში სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. გადაცემის სტუმრები კი იქნებიან საქართველოს ტურიზმის სამიტის ორგანიზატორი მამუკა ბერძენიშვილი, უძრავი ქონების საბროკერო კომპანია რეინვესტის დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძე და კომპანია ეგზელის მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი ლევან ლეშკაშელი. გადაცემის მსვლელობისას ტრადიციულად წარმოგიდგენთ თემაზე ჩაწერილ კომენტარებს და ტურიზმის სამიტზე განხილული სტატისტიკური მონაცემების დეტალებს. მას ასე დავიწყოთ და თავდაპირველად გავეცნოთ ტენდენციებს ტურიზმის სექტორში. საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია Galtent Tagartis კვლევის თანახმად, რომელიც სხვადასხვა ოფიციალური უწყებებისა და საკუთარ მონაცემებს ეყრდნობა 2024 წელს 2019 წელთან შედარებით ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა სრულად აღდგა, თუმცა პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე მეორე კვარტლიდან აღდგენის დინამიკა შენელდა, კერძოდ თუ გასული წლის პირველ კვარტალში აღდგენის მაჩვენებელი 6% იყო, უკვე მეორე კვარტალში შემცირდა 95%-მდე, ხოლო მესამე და მეოთხე კვარტალში შესაბამისად შეადგინა 100 და 101%. რაც შეეხება ერთდღიან ვიზიტებს, დიდწილად აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო მისი აღდგენის მაჩვენებელი 2024 წელს კვლავ დაბალი იყო და მერყეობდა 48-55%-ის ფარგლებში. ამავე მონაცემების თანახმად 2024 წელს 2019 წელთან შედარებით ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა ყველაზე დიდი მაჩვენებლით თითქმის 117%-ით გაიზარდა ყაზახეთიდან, რაც შეეხება სხვა ქვეყნებსა და ქვეყანათა ჯგუფებს. 2024 წელს ტურისტების რაოდენობა 109%-ით გაიზარდა ჩინეთიდან და ინდოეთიდან, 42%-ით ისრაელიდან, ხოლო 10%-ზე მეტით შემცირდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან და თითქმის 12%-ით მეზობელი ქვეყნებიდან. მონაცემები ტურისტული ვიზიტების აღდგენის შესახებ რეგიონების მიხედვით, Galtent Tagartis კვლევის მიხედვით, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეყრდნობა ოფიციალური უწყებებისა და საკუთარ მონაცემებს 2024 წელს 2029 წელთან შედარებით 2023 წელთან შედარებით აღდგენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 152% დაფიქსირდა იმერეთში, რაც შეეხება სხვა რეგიონებს. ტურისტული ვიზიტები 120%-ით აღდგა სამცხე-ჯავახეთში, 112%-ით აჭარაში, 83%-ით კახეთსა და თბილისში და 80%-ით მცხეთა-მთიანეთში.
მონაცემების სასტუმრო ინდუსტრიიდან გალტენ თაგარტის კვლევის თანახმად 2024 წელს 2019 წელთან შედარებით ბათუმში ბრენდირებულ სასტუმროებში ოთახების რაოდენობა გაიზარდა 73%-ით და მიაღწია 1501-ს, ხოლო არაბრენდულ განთავსების ობიექტებში გაიზარდა 56.5%-ით და მიაღწია 6084-ს, რაც შეეხება პროგნოზს გალტენ თაგარტის ვარაუდით 2028 წლისთვის, ანუ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბრენდირებულ სასტუმროებში ოთახების რაოდენობა გაიზრდება 68.6%-ით, ხოლო არაბრენდულში 32.3%-ით, ჯამურად კი ზრდის მაჩვენებელი იქნება 85%. და ბოლოს მონაცემები ტურისტების რაოდენობისა და შემოსავლების შესახებ გალტენ თაგარტის კვლევის თანახმად 2024 წელს 2019 წელთან შედარებით ქვეყანაში შემოსული ტურისტების რიცხვი გათანაბრდა, ხოლო მიღებული შემოსავლები გაიზარდა 33%-ით და მიაღწია 4.4 მილიარდ დოლარს, რაც შეეხება პროგნოზს გალტენ თაგარტის ვარაუდით 2025 წელს ტურისტების რაოდენობა გაიზრდება 4%-ით და მიაღწევს 5.300.000, ხოლო შემოსავლები გაიზრდება 2.2%-ით და მიაღწევს 4.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ასეთია ტურიზმის სექტორის მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლები გალტენ თაგარტის მიხედვით. ახლა კომენტარი თემაზე პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დასრულებისთანავე სტუმართან მამუკა ბერძენიშვილთან ერთად დავბრუნდებით. Დღევანდელ გამართულ ღონისძიებაზე გალტენ თაგარტმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტურიზმის სექტორის შესახებ, სადაც გავიხილეთ ტურიზმის აღდგენის დინამიკა, როგორ დაბალანსდა მოთხოვნა მიწოდების სწრაფი ზრდის ფონზე, რაც როგორც თბილისში, ისე ბათუმში იყო ბოლო წლებში შესამჩნევი და როგორი იყო ამ სექტორის განვითარების პერსპექტივები ჩვენი ხედვით. ვისაუბრეთ, რომ 2024 წელი იყო პირველი, როდესაც ტურისტების რაოდენობა სრულად აღდგა და დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს, თუმცა ეს ტურისტების აღდგენა ძირითადად ახალი ბაზრებიდან ზრდამ განაპირობა, რაც ძირითადად აზიური ბაზრები იყო და ამან გამოიწვია ის, რომ თბილისსა და ბათუმში შედარებით არათანაბარი აღდგენის დინამიკა იყო. თბილისში სასტუმროების მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელს ჩამორჩებოდა, ბათუმში შედარებით უკეთესი დინამიკა იყო. დატვირთულობის თვალსაზრისით დაახლოებით 7%-ული პუნქტით იყო ჯამურად სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილი 2024 წელს წინა წელთან მიმართებით, თუმცა გაზრდილი მიწოდების ფონზე ბათუმის სასტუმროებში მოუწიათ ფასების შემცირება, დაახლოებით 8%-ით ჩამორჩებოდა 2024 წელს საშუალოდ ბათუმში ფასები წინა წლის პერიოდს და ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ დაგეგმილი მიწოდება ბათუმში არის საკმაოდ სწრაფად მზარდი და ეს ზრდა ძირითადად საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ზრდის ხარჯზე არის მოსალოდნელი, სადაც ზრდის ტემპი დაჩქარება მოსალოდნელი 2024-28 წლებში. ამავდროულად ბათუმში მოგეხსენებათ ეგრეთ წოდებული აპარტ-ოტელების ტიპის ფორმატები საკმაოდ სწრაფად იზრდება და ამ კუთხით ჩვენი ხედვით 2024-28 წლებში მიწოდების გაორმაგება არის მოსალოდნელი. შესაბამისად, ჩვენი აზრით საჭიროა მინიმუმ 15%-იანი საშუალო წლიური ზრდა ტურისტების ნაკადში, იმისთვის რომ ბათუმში ერთის მხრივ არსებული დატვირთულობა სასტუმროებში შენარჩუნდეს, მეორეს მხრივ ის საინვესტიციო მიმზიდველობა, რაც ბათუმის აპარტამენტებს აქვს, ესეც დარჩეს ისევ მიმზიდველი ინვესტორებისთვის. 2025 წელზე ჩვენი მოლოდინებით ტურისტების თვალსაზრისით ველოდებით დაახლოებით 4%-იან ზრდას წინა წელთან მიმართებით და ველოდებით ჯამურად 5.3 მილიონი ტურისტის შემოსვლას ქვეყანაში, როცა 5.1 მილიონი იყო 2024 წელს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ბათუმში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით არის ზრდა ტურისტული ნაკადები საჭირო იმისთვის, რომ დღევანდელი არსებული მაჩვენებლები შენარჩუნდეს. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიზნესმა განვითარდეს და იმ პრობლემების და გამოწვევების წინაშე რაც შეიძლება რომ მომავალში დადგეს შეხვდეს მომზადებული. ჩვენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიაროთ ის გამოცდილებები და შედეგები, რასაც ვიღებთ და რასაც ვაწყდებით ჩვენი არსებობის და პროცესში. აქედან გამომდინარე, მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა და ჩართულობა აუცილებელია, რათა საქართველოში ბიზნესი იყოს ჯანსაღი და ყოველთვის იყოს ორიენტირებული ზრდაზე. და ახლა უფრო მეტ წლევანდელი ტურიზმის სამიტისა და მასზე განხილული მიგნებების შესახებ სტუმარი ტურისტერის ორგანიზატორი მამუკა ბერძენიშვილი გვეტყვის. აღამშვიდობის მამუკა, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონის მიუხედავად მოლოდინები 2025 წლისთვის არის პოზიტიური. ბუნებრივია სხვა საკითხია, რამდენად შეესაბამება ეს მოლოდინები
იმ პირობებს თუ არ გვექნებოდა პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოლოდინები მაინც პოზიტიურია. რა შეგიძლიათ სხვა მიგნებებზე, რომელიც წლევანდელ ტურისტებთან არის დაკავშირებული? რა შეგიძლიათ თქვათ სხვა მიგნებებზე, რომელიც წლევანდელ ტურისტებთან არის დაკავშირებული? იბატონო ფირუზ, მადლობა. პირველ რიგში დაინტერესებისთვის შესაბამისად, ესე ვთქვათ, ზოგადი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ ამ არსებული ღონისძიებიდან, არის ის, რომ პოლიტიკურმა ტურბულენციამ თავისი ხელი დაატყო ეკონომიკურ პროცესებს, კონკრეტულად ტურიზმს. ტურიზმი ყველაზე, ესე ვთქვათ, მალე პოვებს უარყოფით გავლენებს და შესაბამისად გარკვეულ გამოწვევების წინაშე უკვე ინდუსტრია დგას, თუმცა დასაწყისში ვამანამ სანამ ესე ვთქვათ დეტალებზე ვისაუბრებ, ასევე უნდა ვთქვათ ის, რომ მეორე მხრივ ჩვენმა ინდუსტრიამ ის მედეგობის ხარისხი, რომელიც ზოგადად ძლიერ ტურისტულ დესტინაციას უნდა გააჩნდეს, გამოიჩინა და მას აქვს იმის ნიშნები და პოტენციალი, რომ მსგავს მერყეობას გაუძლოს, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამოდენიმე საკითხი, რომლის გადაჭრის გადაუჭრელობის შემთხვევაში შეიძლება ინდუსტრიამ, ესე ვთქვათ, შეაღწიოს იმ ფაზაში, რომელიც უკვე კრიტიკული იქნება და თქვენც ესწრებოდით და ალბათ ნახავდით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი, ესე ვთქვათ, აკუმულირებული ციფრი გულისხმობს იმას, რომ გაიზრდება ტურისტების ნაკადი და შემოსავალი, ამ ეტაპზე ინდუსტრია უკვე გამოწვევების წინაშე დგას და კონკრეტულად რას გულისხმობს ეს? პირველ რიგში, რაც ჩვენმა ამ შეკრებამ ორი დღის განმავლობაში აჩვენა, არის ის, რომ ინდუსტრია საჭიროებს კომუნიკაციას სახელმწიფოსთან, მათ აქვთ ნაკლებობა, ესე ვთქვათ, ამ კომუნიკაციის და შესაბამისად კერძო და საჯარო დიალოგი ამ ეტაპზე არ არის იმ ფაზაში, რომელიც ინდუსტრიას მისცემდა საშუალებას იმისა, რომ დამშვიდდეს, დაწყნარდეს და რეალურად იმ აკუმულირებული ზოგადი ციფრების და შესაბამისად მოლოდინებიც, ესე ვთქვათ, შესაბამისი კონდეს და მას ეს შფოთვა. ბატონო მამუკა, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ თქვენ გულისტკივილით აღნიშნეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ თუ არ მიიღეს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ეს ბუნებრივია გახსნიდა სივრცეს, კერძო და საჯარო სექტორის დისკუსიისთვის, მით უმეტეს იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დღეს გვაქვს. რას უკავშირდებოდა ასეთი ვითარების მიღება, როგორ ფიქრობთ? რატომ არ გაუჩნდა სურვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული ამ ღონისძიებაში, მით უმეტეს რომ სექტორი უკვე საუბრობს გამოწვევებზე, რომელთა დაძლევაც აუცილებელია იმისთვის, რომ მდგრადობა შეინარჩუნოს? Ну, აქ პირველ რიგში ეს ალბათ უნდა მივაწეროთ მძიმე პოლიტიკურ კონტექსტს, ძალიან ესე ვთქვათ, პოლარიზებულ, დაძაბულ მდგომარეობას, სადაც რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიზეზი არ დასწრებისა შეიძლება ყოფილიყო კრიტიკული დამოკიდებულება კერძო სექტორის მხრიდან, ეს იგრძნობოდა კიდევაც სხვადასხვა კომენტარებში, დასმულ კითხვებში, ამიტომ ალბათ ესე ვთქვათ, ამ არასასიამოვნო გარემოს არის და თავის სახელმწიფომ მოწვეული იყო ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვიტყვი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრი და შესაბამისი მოადგილე და ასევე რეგიონალური ხელისუფლება ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, თუმცა აქ შეიძლება ასევე მეორე მხრივ და ეს საკითხიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხად დადგა ჩვენი განხილვებისას, ადგილი გქონდეს არასათანადო ანალიტიკურ სურათთან სახელმწიფო როგორც ხედავთ ბოლო პერიოდში მხოლოდ ზოგად ციფრებზე საუბრობს 4.4 მილიარდი შემოსავალი 5 მილიონი ტურისტი თუმცა ესე ვთქვათ კონკრეტულ დეტალებში როგორიც არის ესე ვთქვათ რეგიონების სექტორების ქალაქების სასტუმროების დატვირთულობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია რომელიც გაანალიზების საშუალებას მოგცემ და არ არსებობს შესაბამისად შეიძლება ამ დეტალური სურათის არქონის ან სურვილის იმის შესახებ რომ ეს ინფორმაცია გამოშკარავდეს არ ქონდა სახელმწიფოს, ამიტომაც ალბათ შეიძლება ეს ყოფილიყო მეორე მიზეზი, რომ ისინი არ მოვიდნენ, თუმცა ფაქტი არის ის, რომ ეს საჭიროება კერძო სექტორს აქვს და თუ სახელმწიფო რეალურად ამ დეტალურ ახსნა-განმარტებაში შევა კერძო სექტორთან ისე მაგალითად როგორც გააკეთა თუნდაც გალტმა, ხო, ისეთი დეტალები, როგორც გალტმა გამოიტანა და ესე ვთქვათ განიხილა კერძო სექტორთან ერთად, რომ შეძლოს სახელმწიფო მსგავს ფორმატში ამ დეტალებში შესვლა, ჩვენ ცალსახად დავინახავდით
მინიმუმ მომზადებულ კერძო სექტორს მომავლისთვის და დამშვიდებულს, რაც თავარია, იმიტომ რომ ფაქტია კერძო სექტორი ღელავს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ანალიტიკური დეტალური სურათი არ აქვს და ამის ესე ვთქვათ მთავარი შემოქმედი სახელმწიფო უნდა იყოს და მეორე ის რომ ესე ვთქვათ ეს დიალოგი არის ჯერ შემდგარი სახელმწიფოს და კერძო შორის და ამის მთავარი შემოქმედით სახელმწიფოა. გასაგებია, მამუკა, დეტალებზე მინდა კითხოთ, მიგნებების დეტალებზე. ჩვენ ვნახეთ ტენდენცია, რომ მცირდება ტურისტების რიცხვი ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის ბრიტანეთიდან, მაგრამ იზრდება აზიის ქვეყნებიდან, მაგალითად ყაზახეთიდან გაიზარდა ტურისტების რიცხვი საკმაოდ მნიშვნელოვნად, ინდოეთიდან და ჩინეთიდან, მაგრამ ტურიზმის სფეროში დასაქმებულები ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ გარკვეულ უკმაყოფილებას და ხაზს უსვამენ იმას, რომ აზიელი ტურისტები, განსაკუთრებით ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტები არ ინტერესდებიან იმ სერვისებით, რისი გაყიდვაც შეიძლება მასპინძლობის პროცესში. ტურისტული პროდუქტის სახით. ანუ მათ არ აინტერესებთ მაინცა და მაინც ქართული ღვინო, არ აინტერესებთ ქართული სამზარეულო მაინცა და მაინც. უარს ამბობენ მაგალითად ძვირადღირებული სერვისების შესყიდვაზე, უარს ამბობენ მაგალითად ისეთი შეკვეთების გაკეთებაზე, რომელიც შეიძლება მათი შეფასებით იყოს საკმაოდ ძვირადღირებული. ტურისტული სერვისების შეკვეთებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. აი ამ ტენდენციამ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა რეალურად მართლაც მოხდეს ტურისტების რიცხვის და შემოსავლების ზრდა. პრინციპში პროგნოზიც აჩვენებდა, ხომ? ტურისტების რიცხვის 200,000-ით გაზრდაა ნავარაუდები, მაგრამ შემოსავლების მხოლოდ 2.2%-ით გაზრდაა ნავარაუდები. დიახ, აქ ალბათ, ორ მომენტზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ბოლოდან დავიწყებ ზრდაზე ისაუბრეთ, ზრდა იყო 2024-შიც და 25-შიც არის მოსალოდნელი. თუმცა აქ საუბარია იმაზე, რომ ზრდა არის ნელი და არა იმ დოზებით და ნაბიჯებით, რაც სჭირდება რეალურად იმ მოთხოვნა მიწოდების დისბალანსის დარეგულირებას, რაც მიუხედავად პოლიტიკური ესე ვთქვათ турბულენციისა სახელმწიფოში ისედაც არსებობდა განსაკუთრებით უძრავი ქონების აქტიურობის ფონზე და განთავსების ობიექტების შესაბამისად ფონდის გაზრდის ფონზე. ჩვენ დავინახეთ, რომ 2024-23 წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა შემოსავლების ჭრელში და 4%-ით თითქმის 5%-ით გაიზარდა ვიზიტების ჭრელში ტურისტების. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე ვთქვათ ის მიწოდება, რაც ამ ციფრების ირგვლივ ესე ვთქვათ ვითარდება არ არის უпроსორეთ არის უფრო მაღალი ვიდრე ეს ციფრები ესე ვთქვათ მოთხოვნაში გადათარგმნილი აჩენს და პირობითად თუ ჩვენ ჩაუღრმავდით ბათუმის და თბილისის სურათებს დავინახავთ შემდეგ რამეს რომ ამ ესე ვთქვათ ჭარბმა მიწოდებამ და განსაკუთრებით თბილისში მოახდინა გავლენა იქიდან გამომდინარე რომ შემცირდა ევროპული ტურისტების რაოდენობა და ევროპული ტურისტების დიდი დოზით კვება ხდებოდა თბილისური ბაზრის ამან გამოიწვია საშუალო ფასის გაქირავების სასტუმროებში შემცირება, რამაც გამოიწვია შემოსავლის შემცირება და შესაბამისად ყველაზე მეტად ესე ვთქვათ დარტყმის ქვეშ მოყვა თბილისური ბაზარი, თუმცა მეორე მხრივ უნდა აღნიშნოს, რომ აჭარა, ბათუმი კონკრეტულად ამ შემთხვევაში მედეგობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩა, იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმის გეოგრაფია ანუ იმ სამიზნე ბაზრების გეოგრაფია, რომელიც ჩვენ რეგიონში გაგვაჩნია, განსხვავებულია, ეს არის ახლო აღმოსავლეთი, მეზობელი თურქეთი, რუსეთი და შესაბამისად ეს ქვეყნები ამ შემთხვევაში ჭარბი, ზარდი ნაკადით გამოირჩეოდა და აქედან გამომდინარე აჭარას აქვს ამ მიმართულებით უპირატესობა სხვა რეგიონებთან მიმართებაში, თუმცა თუ ისევე იგივე უძრავი ქონების ციფრებს გავითვალისწინებთ, თქვენ უკვე საწყის ეტაპზე გადაცემის თქვით, ჭარბი მიწოდება ბათუმშიც უკვე მოსალოდნელია და უკვე 2026 წლიდან, როგორც ანალიტიკურმა სურათმა გალტისა აჩვენა, 10-დან 15%-მდე მატება არის საჭირო აჭარაში იმისათვის, რომ ამ უძრავი ქონების შედეგად გაზრდილი საწოლ ფონდი დაიტვირთოს. გასაგებია, ამაზე ჩვენ აუცილებლად გვექნება აქცენტები გადაცემის მეორე ბლოკში. რაც შეეხება, მეორე პირველ ნაწილს უფრო სწორედ შენი კითხვისა არსებულმა კონტექსტმა და არსებულმა ანალიტიკურმა მონაცემებმა, რაც ასევე უკვე განვიხილეთ, ბრჭყალებში აიძულა კერძო სექტორი, რომ ძირითადად გაეხედა და გაიხედოს უკვე 2025-ში და ახლო მომავალში, რომელიც 26 და 27 წლებსაც გულისხმობს, აზიისკენ და აქ კონკრეტულად იგულისხმება სპარსეთის ყურის ქვეყნები, იგულისხმება ჩინეთი, ინდოეთი და ისრაელი, თუმცა მეორეს მხრივ აქ არის, როგორც ასევე უკვე აღენიშნა გარკვეული ღირებულებითი, ესე ვთქვათ,
ნაკლები კავშირი ბიზნესის კეთებასთან, კულტურულ, ესე ვთქვათ, განსხვავებულობასთან და იმასთან, რომ ზოგადად ჩვენი ინდუსტრია განსაკუთრებით ჩინურ და ინდოურ ბაზრებზე ადაპტირებული არ არის და შესაბამისად ეს უკმაყოფილება, რომელიც შენ უკვე ახსენე და ძალიან ესე ვთქვათ ჭარბად გამოვლინდა ჩვენს ღონისძიებაზეც ამ ბაზრების მიმართ, სწორედ ამიტომაც არის შესაბამისად ეს აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფომ არსებული პოლიტიკიდან და განსაკუთრებით პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ესე ვთქვათ მოუმზადებლად ჩაუშვა საქართველოს როგორც ტურიზმის დესტინაცია აზიური ბაზრების მიმართულებით და ეს რა თქმა უნდა იწვევს ასე ვთქვათ გასაგები აი იმ ფონზე ბატონო მამუკა იმ ფონზე რომ ვერ შედგა დიალოგი და იყო შესაძლებლობა ამ ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის იმ ფონზე რომ ტენდენციები და აქცენტი არის აზიურ ბაზარზე როგორი შეიძლება გქონდეს მოლოდინები და როგორია პირადად თქვენი მოლოდინები 2025 წლისთვის და აი ამით რომ ერთგვარად შევაჯამოთ და დავასრულოთ ჩვენი საუბარი თუ შეიძლება. ანუ როგორც თქვით, აქ უნდა ესე ვთქვათ განვიხილოთ სურათი რეგიონიდან რეგიონამდე. თბილისი ისევ დიდი ალბათობით იქნება გამოწვევის წინაშე. ალბათ ამას დაემატება ქუთაისიც ევროპული ნაკადების შემცირების ლოგიკიდან გამომდინარე, ანუ იმერეთი, თუმცა ბათუმი ისევ და ისევ ესე ვთქვათ ამ მედეგობას გამოირჩევს, ასევე ბათუმს ძალიან უმართლებს იმაში, რომ რეგიონალური ხელისუფლებას ყავს კონკრეტული დესტინაციის მართვის ორგანიზაცია და ყურადღება კიდევ უფრო დიდია ამ რეგიონზე, რასაც სხვა რეგიონები და მათ შორის თბილისიც ვერ დაიკვეხნის. აქედან გამომდინარე, ესე ვთქვათ, ჩვენ რეგიონულ ჭილში უნდა განვიხილოთ ეს ესე ვთქვათ ცოტათი турბულენტური წელი ტურიზმისთვის 2025, მაგრამ ზოგადი სურათი მატებისა გვექნება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის მატება არ არის, რომელიც იმ მიწოდებას სჭირდება და ტურიზმის იმ გამithარების ტემპებს სჭირდება, რომელიც დღეს ჩვენ საქართველოში უნდა გქონდეს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს მამუკა ბერძენიშვილი გახდათ, ტურისტერის ორგანიზატორი, საუბრობდით მიგნებებზე, რომელიც ტურიზმის მესამე სამიტის ფარგლებში იქნა განხილული. გადაცემის მეორე ბლოკში განვიხილავთ უძრავი ქონების სექტორში ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობების ტენდენციებს. ამ თემაზე ჩვენს შეკითხვებს სტუმარი უძრავი ქონების საბროკერო კომპანია რეინვესტის დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძე უპასუხებს. ის უკვე სტუდიაში იმყოფება და მალე შემოგვიერთდება, მანამდე კი კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ისევ სტატისტიკით და ამჯერად გავეცნოთ ტენდენციებს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე. საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია Galtent Tagartis კვლევის თანახმად, რომელიც დეველოპერების გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, ბათუმში შერჩეულ დეველოპერულ პროექტებში წინასწარ გაყიდული ბინების რაოდენობა შემცირდა თითქმის 43%-ით, რაც შეეხება დინამიკას წლის განმავლობაში გაყიდვების ყველაზე დიდი რაოდენობა 326 ბინა დაფიქსირდა აგვისტოში, ხოლო ყველაზე მცირე 127 ბინა თებერვალში. ამავე მონაცემებით ბოლო წლებში გაყიდულ ბინებში იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი, კერძოდ 2024 წელს 2023-თან შედარებით, შერჩეულ დეველოპერულ პროექტებში გაყიდულ ბინებში ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი გაიზარდა 5%-ით და მიაღწია 84%-ს, რაც შეეხება დინამიკას 2022 წელს გაყიდულ ბინებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი იყო 75%, 2021 წელს 74%, ხოლო 2020 წელს 65%. მონაცემები გაყიდვების განაწილების შესახებ მოქალაქეობის მიხედვით Galtent Tagartis კვლევის თანახმად, რომელიც როგორც აღნიშნეთ დეველოპერების გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა 2020-2024 წლებში ბათუმში შერჩეულ დეველოპერულ პროექტებში გაყიდული ბინების მფლობელების უმრავლესობა 27% არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რაც შეეხება სხვა ქვეყნებს მყიდველების 11% არის ისრაელის, 7% პოლონეთის, ხოლო 5% თურქეთის მოქალაქე. მონაცემები ფასების დინამიკის შესახებ Galtent Tagartis კვლევის თანახმად 2024 წელს მიგრანტების ნაწილობრივ გადინებასთან ერთად უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპით შენელდა, თუმცა ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. კერძოდ თუ წლის დასაწყისში ბათუმში თეთრი კარკასის კონდიციით უძრავი ქონების საშუალო ფასი პირველად ბაზარზე იყო $1332 კვადრატულ მეტრზე, უკვე წლის ბოლოს გაიზარდა 10%-ზე მეტით და მიაღწია $1470 1 კვადრატულ მეტრზე. და ბოლოს მონაცემები საშუალო ღირებულებისა და უკუგების მაჩვენებლის შესახებ Galtent Tagartis მონაცემებით 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით 40 კვადრატული მეტრის ფართობის ბინის საშუალო ღირებულება ბათუმში მცირეა ისეთ საკურორტო ქალაქებთან შედარებით, როგორებიც არის ვარნა, ბუდვა, დუბროვნიკი, მარბელა, დუბაი და ნიცა,
რაც შეეხება საშუალო უკუგებას, ის აღწევს 9%-ს და არის ყველა ჩამოთვლილ ქალაქში ყველა ჩამოთვლილ ქალაქთან შედარებით ყველაზე მაღალი, რაც ზრდის ბათუმის საინვესტიციო მიმზიდველობას. ასეთია ტენდენციები უძრავი ქონების სექტორში, ახლა კომენტარი თემაზე, რის შემდეგაც პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დავბრუნდებით. მოლოდინები არის ძალიან ესეთი ბუნდოვანი ამ ეტაპისთვის, მოკლევადიან მოლოდინებზე მაქვს საუბარი, რადგან ძალიან არასტაბილური მდგომარეობაა, როგორც ჩვენთან უშუალოდ ჩვენს ქვეყანაში, ასევე გლობალურად ძალიან დიდი ცვლილებები ხდება. შესაბამისად, უძრავი ქონების ბაზარი ამაზე ძალიან ადეკვატურად რეაგირებს. და მოკლევადიან პერიოდში მოლოდინები ძალიან ზუსტი რო დასვა რთულია, თუმცა ერთ-ერთი რასაც ჩვენ ველოდებით ამ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები არის ის, რომ არ იქნება მკვეთრი ზრდა ფასებში, მიუხედავად იმისა, რომ ძვირდება თვითონ პროდუქცია და მშენებლობა სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რასაც ალბათ დეველოპერული კომპანიები მიმართავენ, იქნება საკუთარი ესე ვთქვათ გონგებიანობის მარჟის ხარჯზე ფასების დროებითი გაჩერება ან დაპრესვა, რაც ბაზარს საშუალებას მისცემს, რომ უფრო მეტი ადამიანი მოიზიდოს. და მეორე ალბათ რასაც უნდა ველოდეთ, ეს იქნება გადახდის მეთოდების გამარტივება, კიდევ უფრო იმისათვის, რომ ახალ-ახალი წყაროები იქნას ათვისებული. წლევანდელი წლის დასაწყისი, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი უნდა ყოფილიყო, თუმცა გვაქვს ისეთი რთული სურათი, როგორიც ზოგადად შექმნილი სიტუაცია არის. წლის დასაწყისში გაყიდვები პრაქტიკულად ქვევით არის წამოსული, საუბრობ მე მშენებარე და ახალაშენებულ პირველად უძრავ ქონებაზე აჭარის ბაზარზე მაქვს საუბარი. განსაკუთრებით დიდი რყევებია უფრო პრემიუმ ხაზში, რადგან პრემიუმ ხაზის არჩევანი როგორც ლოკალურ ბაზარზე, ასევე გლობალურად ძალიან ბევრია და ყიდველი თავისთავად იწყებს უკვე ალტერნატივების ძიებას, ხო? და რაღაცნაირი დაპაუზების პერიოდი გვაქვს წლის დასაწყისში. მოლოდინები მე პოზიტიური მაქვს, ოღონდ ეს მოლოდინები 2 და 3 თვეში არ შეიცვლება, თუმცა წლის ჭრილში მე ვიმედოვნებ, რომ დასტაბილურდება ეს სურათი და დაუბრუნდება აჭარის უძრავი ქონების ბაზარი იმ ნიშნულებს, რომელიც აქამდე ქონდა და პირიქით ზრდასაც გააგრძელებს. Absolutely. So the main reason I came here. მე ჩამოვედი დუბაიდან, რომელიც როგორც იცით, მუდმივად განვითარებადი და მზარდია უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, ჩემი აქ ვიზიტის მთავარი მიზანია ვნახო, თუ რამდენად საინტერესოა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი. ამ ეტაპზე გეტყვით, რომ ეს შეიძლება ჩვენთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყოს. ბათუმში ჩამოსვლამდე მე ვიმყოფებოდი თბილისში, სადაც შევხვდი რამდენიმე დეველოპერს და გავეცანი მათ საქმიანობას. შტაბ-ჭიდელების სახით შემიძლიათ გაგიზიაროთ, რომ თქვენ ძალიან კარგი შეთავაზებები გაქვთ კლიენტებისთვის, კერძოდ მოქნილი გადახდის გრაფიკების საუკეთესო ლოკაციები და ზრდის პოტენციალი. ნამდვილად საინტერესო და მიმზიდველია. რაც შეეხება ბათუმს, აქ როგორც მოგეხსენებათ, კომპანია ემაარი გეგმავს მსხვილი 6 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას, რაც მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში აუცილებლად გაზრდის უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარს და ქვეყნის ეკონომიკას. თუ თქვენ მკითხავთ, როდის არის საუკეთესო დრო ინვესტირებისთვის, გიპასუხებთ, რომ საუკეთესო დრო ინვესტირებისთვის არის მაშინ, როდესაც ქვეყანა აჩვენებს ზრდისა და განვითარების პოტენციალს. საქართველოში კი სწორედ ამას ვხედავთ ახლა ჩვენ. ამიტომ მივიჩნევთ, რომ სწორედ ახლაა კარგი დრო იმისთვის, რომ შემოვიდეთ თქვენს ბაზარზე. კომპანია ემაარი დიდი ნდობით სარგებლობს როგორც არაბულ ქვეყნებში, ასევე აზიასა და ევროპაში. შესაბამისად, მისი შემოსვლა აჭარაში გაზრდის როგორც ინვესტიციებსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ აქტივობებს, ასევე რეგიონის მიმზიდველობას. And hopefully I'm going to be one of these guys. და ახლა ჩვენ შეკითხვებს დაფიქსირებულ ტენდენციებთან დაკავშირებით ჩვენი მომდევნო სტუმარი უძრავი ქონების საბროკერო კომპანია რეინვესტის დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძე უპასუხებს. საღამოშვიდობის ლევან, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მთავარი მიგნება, რაც მე შევნიშნე ტურისტერის წლევანდელ ღონისძიებაზე, იყო განსხვავება ბათუმისა და თბილისის უძრავი ქონების ბაზრებს შორის. ტენდენცია გამოიკვეთა, რომ ბათუმის ბაზარზე ძირითადად აქცენტი კეთდება მცირე ზომის საინვესტიციო აპარტამენტებზე, რაც შეეხება თბილისის ბაზარს, იქ უფრო მეტად აქცენტი კეთდება გაცილებით დიდი ფართის მქონე საცხოვრებელ ბინებზე. ეს ტენდენცია წელს გამოიკვეთა როგორც შესამჩნევი ტენდენცია თუ ჩვენ ასე მივდივართ უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდის განმავლობაში აჭარაში? პირველ რიგში უნდა შევეხო და აღვნიშნო, რომ ტურიზმის სამიტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება არის და მნიშვნელოვანია ზუსტად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გარემოებები, რა ფაქტორები ახდენს გავლენას იგივე თქვათ გაყიდვებზე, იგივე ტურიზმზე.
ამიტომ ამ ტურისტერის ფარგლებში ჩვენ უკვე მეორედ გქონდა საშუალება რომ უძრავი ქონების პანელში გვესაუბრა ამ დეტალებზე და წელს შევეცადეთ ზუსტად იდენტიფიცირება, გაგვიკეთებინა უფრო იმ საკითხებზე თუ რაზე აკეთებს აქცენტს მომხმარებელი და აღმოჩნდა ამ ყველაფერში დაგვეხმარა გალთის კვლევაც ბუნებრივია და აღმოჩნდა რომ რასაც მთელი ეს პერიოდის განმავლობაში ბათუმი აწარმოებდა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ სტუდიოს ტიპის აპარტამენტების მიწოდებას, ეს იყო ზუსტად ის დიდი განსხვავება. ბათუმის ბაზარი პასუხობდა მოთხოვნას, ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. იცით რა, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მოცულობა, შესყიდვის მოცულობა, ეგრეთ წოდებული ჩექი იყო ყველაზე მინიმალური. ამან განაპირობა ის, რომ ამ კვადრატულობის უძრავი ქონებების შესყიდვა იყო მარტივი. თუმცა აღმოჩნდა და შემდეგ კვლევებშიც ჩანს, რომ სამომავლოდ ეს ტენდენცია არ არის მაინდა-მაინც საინტერესო, იმიტომ რომ ხედავთ თბილისის ბაზარი როგორც შედარებით სტაბილური არის, ვიდრე ბათუმის ბაზარი ამ შემთხვევაში გულისხმობ საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით და ხედავთ რომ იქ კვადრატული მეტრი დაახლოებით ორჯერ დიდი არის, დაახლოებით 70 კვადრატზე მეტი ფართებზე არის უფრო გაზრდილი მოთხოვნა, ხოლო ბათუმის შემთხვევაში ეს არის დაახლოებით 40 კვადრატული მეტრი. რაც კეთდებოდა ბათუმის ბაზარზე და ხდებოდა მიწოდება, ეს იყო ზუსტად სტუდიოს ტიპის აპარტამენტები, რომლის მიხედვითაც მე ვიტყოდი, რომ დაახლოებით 10 წლის წინ საქართველოს ეკონომიკაზე უძრავი ქონების შემსყიდველება დაიწყეს, ასე ვთქვათ, ფიქრი და უძრავ ქონებასთან კომუნიკაცია. ეს ტენდენცია სამომავლოდ მე ვფიქრობ რომ უნდა გადაიზარდოს უკვე შედარებით დიდი ზომის კვადრატული მეტრის ბინებზე, ვინაიდან უკვე მოთხოვნა არის კომფორტ კლასზე გადასული და არა იმ ასე ვთქვათ ერთ სტუდიოს ტიპის ბინებზე. საინვესტიციო დანიშნულებით შეიძლება შეიძინონ უფრო დიდი ფართები, ასე ვთქვათ, დაინტერესებულ მოქალაქეებმა თუ უბრალოდ იმისთვის რომ იცხოვრონ მაგალითად ბათუმში. ძირითადად ჩვენი ბაზრის მომხმარებლები არიან საინვესტიციო ტიპის ასე ვთქვათ ინვესტორები, რომლებიც ყიდულობენ შემდეგ გაქირავების მიზნებისთვის იყენებენ ამ უძრავ ქონებას, თუმცა უნდა ვთქვათ რომ სამომავლოდ, როდესაც უკვე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაემატება ამ ყველაფერს და გაუმჯობესდება ქალაქში წესით და რიგით ასე ვთქვათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აქ გაიზრდება სხვა ტიპის ტურისტების, ასე ვთქვათ, მოძრაობა და შემოდინებები, რომელიც ხას გაუსმავს მეტწილად კომფორტ კლასზე და კომფორტზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთსაძინებლიანი ბინები უფრო გახდება პოპულარული მომავალი წლებისთვის, ვიდრე ეს იყო, ვთქვათ, სტუდიოს ტიპის უძრავი ქონებები. ლევან, ძალიან საინტერესო იყო შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სწრაფად მზარდია საბინაო ფონდი, მოდით ასე ვთქვათ, ანუ მიწოდება მზარდია და ამ მიწოდების ტემპს შესაძლოა და სავარაუდოდ ტურისტების ზრდის ტემპი ვერ დაეწევა. რამაც შესაძლოა იქონიოს ფასებზე გავლენა. ჩვენ ნახეთ შედარებითი ანალიზი, სადაც ჩანს რომ დუბაიზე მაღალი ამონაგებიც კი აქვს საქართველოში, კერძოდ ბათუმში შეძენილ უძრავ ქონებას სარგებლის სახით. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ შესაძლოა ეს მაჩვენებელი შემცირდეს. აი ასეთ შემთხვევაში რა ტენდენციები შეიძლება დაფიქსირდეს ბაზარზე? მე ვიტყოდი რომ მიწოდება ბუნებრივად გამოიწვია იმან რომ შესაბამისი მოთხოვნა იყო. ეხლა ბუნებრივია გასაგებია გასული წლის სიტუაციიდან გამომდინარე რატომაც იყო შემცირებული ეგ ყველაფერი, თუმცა ბაზარი არ არის გაუზომადი, აქვს შესაბამისი ზღვარი და მე მაქვს მოლოდინი რომ როდესაც უკვე ჭყალებში გაჯერდება 20-28 წლისთვის ან 20-30 წლისთვის ბაზარი, აქ უკვე უძრავ ქონებაზე დაიწყება მცირე დოზით, მაგრამ ფასების ზრდა ისევ. მიწოდებას ბუნებრივია ახდენს ის ფაქტორებიც, რომ ბაზარზე რაზეც მიჩვეული არის თვითონ მომხმარებელი, იმას აწვდის, ასე ვთქვათ, დეველოპერიც, თუმცა ბოლო კვლევებითაც და უკვე ბოლო რამოდენიმე თვეა ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ
მაღალმხარჯველიანი ტურისტები შემოვიდეს ქვეყანაში და რეალურად მივიღოთ სარგებელი და ბენეფიტები, ასე ვთქვათ, ტურისტებისგან, აქ აუცილებლად უნდა შევქმნათ კომფორტ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები. მე ვფიქრობ, რომ ამ ბაზარს ეგრეთ წოდებული სტუდიოს ტიპის უძრავ ქონებების მიწოდებას აქვს შესამისი ზღვა არის და სადღაც 27-28 წლისთვის ეს პროცესი, ასე ვთქვათ, შენელდება და უკვე ნაკლებად იქნება საინტერესო, ამას დეველოპერებიც უკვე ხვდებიან და მეორე ფაქტორი, რაზეც წეგან აღვნიშნე, ხარჯველიანი ტურისტებისთვის აუცილებლად საინტერესო არის ბრენდული სასტუმროები და შედარებით კომფორტული, ასე ვთქვათ, საცხოვრებელი აპარტამენტები. რა შეგიძლია თქვა ფასის ტენდენციასთან დაკავშირებით? ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, მიუხედავად გაყიდვების შემცირებისა, მიუხედავად სხვადასხვა კრიზისებისა, უძრავ ქონებაზე ფასი არის მუდმივად მზარდი. წლის განმავლობაშიც ეს ტენდენცია დაფიქსირდა. Ну, ეხლა ბუნებრივია დეველოპერებს, რომლებსაც გარკვეული ხარჯები აქვთ გაწეული, ფასების შემცირება გაუჭირდებათ, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება? ისევ გაგრძელდება ფასის ზრდის ტენდენციაც? ფაქტიურად ეს სურათი უკვე ჩვენ მივიღეთ, ამაზე ადრეც ვაკეთებდით აქცენტს. მოთხოვნა შემცირდა, ხედავთ კვლევების მიხედვითაც, რომ დაახლოებით 50%-მდე შემცირებული არის მოთხოვნა და გაყიდვების დინამიკა და ნახეთ ფაქტობრივი სურათი დეველოპერების მხრიდან და ბაზრის მხრიდან. ანუ ფასის შემცირების კუთხით ფაქტიურად დიდი ძვრა არ არის. აქ დეველოპერებს აქვს შესაძლებლობა წყალებში გააკეთონ ქმედითი манипуляციური ნაბიჯები, გულისხმობ გრძელვადიანი შიდა განმადებებით მოხიბლონ მყიდველები, ასევე წაახალისონ შესაბამისი მცირე ფასდაკლებებით, წინა კვირას გაჟღერდა ინფორმაცია თუ რამოდენიმე დღის წინ უფრო სწორად, როდესაც ეროვნულმა ბანკმაც კი შესაბამისი ქმედითი ნაბიჯი გადადგა მცირე დოზით. მინდოდა მეკითხა, მოხდა ესე ვთქვათ სასესხო იპოთეკური შესაძლებლობის კოეფიციენტის გაზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი დაუფინანსდებათ შესყიდვის სურვილებს. აი ამან რა ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს ბაზარზე. მე გამიჩნდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო სავარაუდოდ იმის მოლოდინის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია უცხოელ მყიდველთა წილი მცირდეს და ამის ფონზე მოხდეს ადგილობრივი მყიდველების წახალისება და ესე ვთქვათ, ამით დაბალანსება შესაძლო დანაკარგების. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ბაზარზე? ამ ნაწილში ამ ეროვნული ბანკის, ასე ვთქვათ, ქმედით ნაბიჯსაც გაუსმავ ხალხს, რომ დადებითი ფაქტორია, მიუხედავად იმისა, რომ მცირე დოზით არის ეს შეღავათი გაკეთებული, ადრე თუ ჭირდებოდა 15%-იანი თანამონაწილეობა საქართველოს მოქალაქეს უძრავი ქონების შეძენისთვის, ეხლა საკმარისი არის 10%-იანი თანამონაწილეობა, ასევე უცხოეთიდან ემიგრანტების მიერ, როდესაც იყო 30%-იანი თანამონაწილეობა აუცილებელი, ეხლა 20%-ზე არის ჩამოსული ეს ციფრი. აქ ვიტყოდი, რომ ესეთი მცირე სტიმულირებები აძლევს ბაზარ საშუალებას გადააგოროს ესეთი კრიზისები. ჩვენ გვახსოვს 20-20 წელი პანდემია და კრიზისები, ზუსტად აქაც მსგავსი манипуляციები განხორციელდა, გრძელვადიანი შიდა განმადებები და მოქნილი შესყიდვის პირობები. თუმცა ფასებზე ძირითადად არ ხდება ხოლმე დარტყმა და არ ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფასს აქვს თავისი თვითღირებულება, დაწყებული სამშენებლო მასალებიდან და დასრულებული, ასე ვთქვათ, ფინანსური საშუალებების თვითღირებულებაზე მისვლამდე, ხო? დეველოპერული კომპანიებიც გარკვეულ ფინანსურ საშუალებებს აგენერირებენ საფინანსო ორგანიზაციებიდან და შესაბამისად ეს ყველა ფაქტორი, მათ შორის უნდა აღვნიშნოთ სახელმწიფო რეგულაცია, ეგრეთ წოდებული 51 დადგენილება, რომელმაც ასე ვთქვათ, გააუმჯობესა უძრავი ქონების მიწოდების ხარისხი, თუმცა გაზარდა თვითღირებულება, ვინაიდან შესაბამისი რაოდენობის უძრავი ქონების გამოტანა ვეღარ მოხდა. სამომავლოდ შესაძლებელია ამ კუთხით კიდევ უფრო გააუმჯობესდეს, რაც გამოიწვევს ასევე ფასის, ასე ვთქვათ, ფასის გაზრდას, ამ კუთხით კორექტირებას. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ფასების შემცირების დინამიკა ეს არც თუ ისე სასიამოვნო პროცესი არის, მე ესე ვიტყოდი, მე მესმის ძირითადი მომხმარებლების
გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, ვინც ვერ წვდება ამ ქონების შეძენას, რომ მაღალი არის ფასი და ასე შემდეგ. თუმცა აქ ვიმედოვნებ, რომ ეროვნული ბანკის ასე ვთქვათ ჩარევა კიდევ განხორციელდება. მე ვისურვებდი, რომ იპოთეკური სესხის დაკრედიტება იყოს გრძელვადიანი და არა 10 წლიანი. თქვენ ახსენეთ წეღან დუბაის უკუგების კოეფიციენტი და საქართველოში ბათუმის უკუგების კოეფიციენტი. ვხედავთ, რომ აქ საინტერესოა ეგ ციფრები, ასე ვთქვათ, რაღაც კონტექსტში ჩვენ უფრო მეტად საინტერესოები ვართ. თუმცა სტაბილურობის ჭრილში, რა თქმა უნდა, დიდი სხვაობაა. ჩვენს კომპანიას აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული დუბაის ერთ-ერთ საბროკერო კომპანიასთან, Kalan Realtor-თან, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ინვესტორებს მხარი დაუჭიროთ და დავეხმაროთ დუბაის მარკეტზე უძრავი ქონების შეძენისთვის, მაგრამ აი ეს ფაქტორები, განსხვავებები ცხადი არის სტაბილურობა, არის უკეთესი უკუგების კოეფიციენტებიც. და აქვე დავასრულებ იმ ნაწილს, რასში შეიძლება იყოს უკეთესი, როდესაც გრძელვადიან დაკრედიტებაზე გვაქვს საუბარი. ტენდენცია ამ ბოლო დროს გაქირავების კუთხით უფრო მომატებული არის, იმიტომ რომ როდესაც ვერ ხდება უძრავი ქონების შეძენა, გამოსავალი არის მის ქირაობაში, ხო? იმიტომ რომ ადამიანის საცხოვრისი მუდმივად ჭირდება. შესაბამისად, ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება სამომავლოდ და ამ კუთხით თუ იქნება გრძელვადიანი დაკრედიტება, როგორც არის ეს ევროპაში ან ამერიკის შტატებში გრძელვადიანი 20-30 წლიანი დაკრედიტების პოლიტიკა შემოღებული, თითქმის იმ ნიშნულს უახლოვდება ყოველთვიური შენატანი, რაც გჭირდებათ ქირისთვის, ყოველთვიური ქირისთვის. შესაბამისად, აქ შედარებით მეტ სტიმულირებას გამოიწვევს უძრავი ქონების გაყიდვებში დაინტერესებულ პირებთან. ანუ საერთო ჯამში თქვენი მოლოდინები მაინც არის პოზიტიური. პოზიტიურ ასე ვთქვათ მოლოდინებს ხედავთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მსხვილ საპროექტო ასე ვთქვათ მსხვილ პროექტებს უფრო დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბაზარზე. იგივე ანაკლიის სპორტი უნდა ვახსენოთ, ასევე ხელოვნური კუნძული უნდა ვახსენოთ ბათუმში, რომელიც უნიკალურია, ასევე ემარ ჯგუფის შემოსვლა საქართველოში საერთოდ. ეს დიდი პროექტები აუცილებლად პოზიტიურ გავლენას იქონიებს, თუმცა ეს იქნება ალბათ 1 წლის შემდეგ ჭრილში უფრო რეალური სურათი ალბათ აქ გამოჩნდება, თუმცა პოზიტიური მოლოდინები ჩანს, რაც სამწუხაროდ არ ჩანდა უკვე წლის ბოლოს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს ლევან ბოლქვაძე გახლდათ, საუბრობდით ტურისტერის ფარგლებში გაკეთებულ მიგნებებზე, კონკრეტულად უძრავი ქონების სექტორში ტურისტულ აქტივობებთან დაკავშირებით. გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ლევან ლეშკაშელი, კომპანია ეგზელის მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი. ჩვენ მასთან მასპინძლობის ბიზნესში ბოლო დროს დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებზე და თამდევ ბენეფიტებზე ვისაუბრებთ. ბატონი ლევანი უკვე ხაზზეა და მალე შემოგვიერთდება. მანამდე კი კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ამჯერადაც რიცხვებით და გავიცნოთ მონაცემებს სასტუმროებში პირდაპირ დაჯავშნის სისტემის დანერგვის ეფექტებისა და ქვეყნის რეიტინგის შესახებ გლობალური ინოვაციების ინდექსში. კომპანია ეგზელის მონაცემების თანახმად, რომელიც დამუშავებულია საქართველოს მასშტაბით 350-მდე არაბრენდირებული სასტუმროს მიერ, მათ შორის 100-მდე სასტუმრო და ნაჭარის რეგიონში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით სასტუმროების მიერ პირდაპირ ჯავშნების მიღება გაიზარდა 5.3%-ით, ხოლო პირდაპირ ჯავშნების თანხმობრივი წილი შემოსავლებში გაიზარდა 6.2%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ჯავშნების საშუალო დღიური ფასი უფრო მაღალია, რადგან მიღებული ჯავშნების ხარჯი 3-4 ჯერ უფრო იაფია გარე სისტემების გამოყენებასთან შედარებით. ამავე მონაცემების თანახმად პირდაპირ დაჯავშნის სისტემების გამოყენების შემთხვევაში ფიქსირდება ჯავშნების გაუქმების დაბალი მაჩვენებლები, კერძოდ 2024 წელს 350 არაბრენდირებული სასტუმროს ჯამური მონაცემების თანახმად პირდაპირ ჯავშნების გაუქმების მაჩვენებელი იყო 28%, მაშინ როდესაც გარე დაჯავშნის სისტემიდან გაუქმების მაჩვენებელი აღწევდა 36%-ს, რაც შეეხება ჯავშნების გაუქმების საერთო მაჩვენებელს, ასევე 350 სასტუმროს მონაცემების მიხედვით 2024 წელს იყო 29%. მონაცემები გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველოს პოზიციის შესახებ მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის სტატისტიკა გვეუბნება, რომ საქართველო ამ რეიტინგში დაწინაურდა
კერძოდ 2024 წელს რეიტინგი გაუმჯობესდა 8 პუნქტით და საქართველოს 65-დან გადაინაცვლა 57 ადგილზე, რაც შეეხება დინამიკას. 2022 წელს საქართველოს იყო 74, ხოლო 2020-2021 წლებში 63 ადგილზე. მონაცემები ინოვაციებზე დანახარჯების მიხედვით ამ შემთხვევაშიც აღინიშნება დაწინაურება, კერძოდ მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის ინფორმაციით 2024 წელს საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 6 პუნქტით და 54-დან გადაინაცვლა 52 ადგილზე, რაც შეეხება დინამიკას, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველოს 2022 წელს იყო 61 ადგილზე, 2021 წელს 59 ადგილზე, ხოლო 2020 წელს 54 ადგილზე. და ბოლოს მონაცემები ინოვაციების გამოშვების შესახებ მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის ინფორმაციის თანახმად 2024 წელს აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 4 პუნქტით და 77-დან გადაინაცვლა 73 ადგილზე, რაც შეეხება დინამიკას. 2022 წელს საქართველოს პოზიცია იყო 82, 2021 წელს 74, ხოლო 2020 წელს 71. ასეთი იყო სტატისტიკური მონაცემები სასტუმროებში პირდაპირ დაჯავშნის სისტემების დანერგვის ეფექტისა და ქვეყნის ინოვაციური აქტივობის შესახებ. ახლა კომენტარი თემაზე. პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დასრულებისთანავე სტუმართან ერთად დავბრუნდებით. ზოგადად ამ ტიპის ღონისძიება ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ინდუსტრიისთვის, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც ბევრ სხვადასხვა მოთამაშეს ამ ინდუსტრიის ბევრ სხვადასხვა მონაწილეს შეუძლია რომ გამოცდილება გაუზიაროს ერთმანეთს, დაინახოს უფრო დიდი სურათი, რასაც შეიძლება კონკრეტული სასტუმრო ან ტუროპერატორი ვერ ხედავდეს, იმიტომ რომ ის ვიწრო ჭრილში უყურებს მთლიანად ამ ინდუსტრიას და ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ხდება გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის მიღება. ზოგადად ბაზრის ტენდენციები, მსოფლიო ტრენდებს ასე თუ ისე მიყვება საქართველოს ბაზარიც და უფრო მეტი და მეტი მოთხოვნა ჩნდება იმაზე, რომ სასტუმროები ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ სასტუმროებთან მუშაობთ, უფრო დამოუკიდებლები გახდნენ და არ იყვნენ ცალსახად დამოკიდებული ისეთ OTA არხებზე, როგორც არის Booking.com, Agoda და ბევრი სხვა. და შესაბამისად ტრენდი მიდის იმისკენ, რომ უფრო მეტ სასტუმროს სურს კონდეს თავისი საიტი, თავისი პირდაპირ ჯავშნები მიიღოს, თავისი ლოიალურობის სისტემები დანერგოს და ემუშაოს თავის მომხმარებელს უკვე პირდაპირ შუამავლების გარეშე. ჩვენი კომპანია ზუსტად ამაში ვეხმარებით, ამაში ვუწყობთ მათ ხელს, ვასწავლით მათ, ვაძლევთ შესაბამის ტექნოლოგიებს, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ და გამოიყენონ. წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი კომპანია ხვდება იმას, რომ ტექნოლოგიები არის მნიშვნელოვანი. რასაც ადრე ყველა სასტუმრო ხელით აკეთებდა, დღესდღეობით ცდილობენ, რომ ყველა პროცესი კონდეთ ოპტიმიზირებული და ავტომატიზირებული. რაც რა თქმა უნდა ათავისუფლებს მუშახელს, არ ჭირდებათ მაღალ სეზონზე დამატებითი კადრების აყვანა და შესაბამისად ფიქსირებული ხარჯების გაზრდა და ამიტომ ავტომატიზაცია ბუნებრივია, რომ არის ერთადერთი სწორი გამოსავალი სასტუმროს წარმატებული ოპერირებისთვის. ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, განსაკუთრებით ჩვენი კომპანიის ცნობადობის ზრდასთან ერთად. და უფრო და უფრო მარტივი ხდება, რომ აუხსნა კონკრეტულ სასტუმროს, მიუხედავად იმისა, პატარა ზომის არის თუ დიდი ზომის არის, რა ღირებულებას ბრძენთ ჩვენ მათ. საქართველოს ბანკი ცდილობს, რომ ტექნოლოგიურ გამოწვევებს, რა თქმა უნდა, მხარიაობას და ტურიზმის სექტორის და არა მხოლოდ მათთვის ცდილობს, რომ შექმნათ ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც დღეს ამ ჩვენ პრეზენტაციაზე ვისაუბრეთ, იყო საქართველოს ბანკის ანალიტიკის მოდული, სადაც შეუძლია ჩვენ ბიზნესებს შევიდნენ, მათი როგორც მომხმარებლის, ასევე გადახრების ანალიტიკა ნახონ და სამომავლოდ გამოიყენონ ეს ინსაიტები თავის ბიზნესის განვითარებისთვის. ასევე შევქმნით ახალი პროდუქტი, რომელიც არის Ets Manager, რომელიც დამატებით ტექნოლოგიურ საკომუნიკაციო არხს უმატებს ბიზნესებს, საიდან შეუძლიათ ეს რაღაც შეგროვებული ინსაიტები გამოიყენონ და მიწვდნენ მისთვის ახალ მომხმარებლებს. ეს ახალი ტექნოლოგიები რეალურად კომპანიებს დაეხმარება, დაზოგონ ძალიან დიდი დრო და ადამიანური რესურსი, რომელსაც ბუღალტერი იყო ჩართული, თვიდან თვემდე კვარტალამდე ამოღებული ძალიან დიდი ფინანსური დატა, რომელსაც დიდი ფინანსური დამუშავება ჭირდებოდა, შეუძლიათ რომ შემოვძანენ ჩვენ პლატფორმაზე და პირდაპირ ანალიტიკის მოდულიდან რამოდენიმე კლიკის საშუალებით ამოიღონ მთელი ფინანსური მონაცემები. და ახლა უფრო მეც მასპინძლობის სექტორში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმარი კომპანია Excel-ის მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი ლევან ლეშკაშელი გვეტყვის. საღამოშვიდობის ბატონ ლევან, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ ლევან, ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ ინოვაციები და ახალი პროდუქტები უფრო და უფრო მეტად ინტეგრირდება სხვადასხვა სერვისებში, მათ შორის მასპინძლობის სექტორის სერვისებში, სასტუმროების სერვისებში, მაგრამ ალბათ ახალია ტენდენცია, როდესაც ამ ტექნოლოგიებისადმი ინტერესს იჩენენ შედარებით მცირე ზომის სასტუმროები, არაბრენდირებული სასტუმროები. რიცხვი, რომელიც მე ვნახე,
ესე ვთქვათ, სასტუმროებისა, სადაც ესე ვთქვათ, პირდაპირ დაჯავშნის სისტემების გამოყენება დაიწყეს, მომეჩვენა საკმაოდ მაღალ რიცხვად ჩემი დაკვირვებით, თუმცა თქვენი გადასახედიდან შესაძლოა სულაც არ იყოს მაღალი რიცხვი. აი ამ ტენდენციების გათვალისწინებით და ტრენდის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე, სასტუმროების სერვისების ბაზარზე, აი ამის გათვალისწინებით, როგორი მდგომარეობა გვაქვს საქართველოში? მივყვებით ტრენდს შეიძლება ასე ითქვას? მოგესალმებით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მომიწვიეთ და საშუალება მაქვს რომ ლაივში ჩავერთო და თქვენი გადაცემიდან მიმართო ჩვენს მომხმარებლებს და კითხვაზე რომ პასუხი გაგცეთ, კი რა თქმა უნდა მიყვება საქართველოს. შეიძლება რიცხვები არ იყოს თქვათ იმდენად შთამბეჭდავი და პროცენტულად არ იყოს იმდენად მზარდი, როგორც თქვათ ეს შეიძლება რაღაც სხვა ქვეყნებში იყოს, თუმცა ტენდენციას მიყვებით. ჩვენთანაც იმის პირობა რომ უფრო და უფრო ტექნოლოგიურად გამართული იყოს თითოეული სასტუმრო და უფრო მეტად ოპტიმიზირებული იყოს ყველა ის ფუნქციონალი და ყველა ის საკითხი, რომელსაც აქამდე მენეჯერები იქნებოდნენ თუ ნებისმიერი სხვა დონის თანამშრომლები აკეთებდნენ ხელით და თავისით, ეს ყველაფერი უკვე გახდეს ავტომატიზირებული, ამის ტენდენცია რა თქმა უნდა არის. რაც შეეხება შედარებით თქვათ მცირე ზომის სასტუმროებს, უკვე მივდივართ იმ მომენტამდე და ძალიან მიხარია ეს ფაქტი, რომ აღარ ხდება რაღაცა ბლოკნოტში და რაღაც პირად ჩანაწერებში გაკეთება ჯავშნების, Excel-ის ფაილებს ვივიწყებთ ნელ-ნელა და გადავდივართ უკვე Excel-ზე და ძალიან კარგია ეს, იმიტომ რომ საშუალებას აძლევს რეალურად, რომ ყველანაირი ის ადამიანური შეცდომა, რომელიც კი შეიძლება რომ იქნეს გამოწვეული თუნდაც უყურადღებობით, თუნდაც განატვირთულობით და ასე შემდეგ, იგივე რაღაც არ მოსდის თქვათ ტექნოლოგიებს და შესაბამისად ნაკლებია იმის შანსი და ალბათობა, რომ თითოეულმა მენეჯერმა თუ რაღაც ნებისმიერ გოლში მომუშავე პირმა სასტუმროში დაუშვას რაიმე შეცდომა და ამითი გამოიწვიოს თუნდაც სტუმრის და მომხმარებლის უკმაყოფილება, რაც ძალიან კარგი არის და მივესალმები იმას, რომ თითოეულ სასტუმროში იყოს შესაბამისი ტექნოლოგიები, რომლებიც მათ ჭირდება. რატო ახსენე შესაბამისი? იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა პროდუქტი არსებობს და არ არის აუცილებელი, რომ ერთ სასტუმროს, რაღაც რიგით სასტუმროს კონდეს აბსოლუტურად ყველა. არის ზოგი, რომელსაც ჭირდება, არის ზოგი, რომელსაც ყველა მაგალითად არ ჭირდება. მაგრამ ის აუცილებელი რაღაცეები, რაც მათ რაღაც ყოველდღიურ საქმიანობას უფრო გააიოლებს, გააადვილებს და შესაბამისად დაუტოვებს მათ დროს, რომ რეალურად ის გააკეთონ, რის გამოც საერთოდ ვართ ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში, ეს არის მომხმარებელთან კომუნიკაცია, ახალი იდეები, ახალი წყაროების მოძიება და ასე შემდეგ, აი ამაზე იყოს უფრო მეტად გადართული და არა ყოველდღიურ რაღაც დამღლელ რუტინულ საქმიანობაზე, რომელმაც შეიძლება ეს გასაგებია, ლევან, ზუსტად ამ კონტექსტში ეფექტებზე მინდა კითხოთ უფრო მეტი. ჩვენ ვიცით, რომ ტექნოლოგიების დანერგვა კარგია და ეს ნებისმიერ სასტუმროს მფლობელს რომ კითხოთ, რომელიც არ იყენებს ტექნოლოგიებს, გეტყვის რომ კარგია, მაგრამ შესაძლოა მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით მცირე ზომის სასტუმროებისთვის. თუმცა თუ ჩვენ შედარებას გავაკეთებთ იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც წარმოიშვება, ესე ვთქვათ, ტექნოლოგიების გამოუყენებლობის გარეშე, რაც წარმოიშვება ზედმეტი დანახარჯების სახით, ხომ არ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ტექნოლოგიების დანერგვა რეალურად მართლაც ზოგავს მათ რესურსებს, მათ ხარჯებს და შემოსავლებზე პრინციპში მნიშვნელოვნად აისახება იმ თვალსაზრისით, რომ მათ ეზრდებათ შემოსავლები და უმცირდებათ ხარჯები. თუმცა ამას ხშირად პერსპექტივაში ისინი ვერ ხედავენ რატომღაც. აუცილებელია, რომ თითოეულმა მსგავსმალს მფლობელი იქნება თუ მენეჯერი, რომელიც იღებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სწორედ გაანალიზოს ის თუ რას თავაზობს მისი პარტნიორი. მე ხა არ მინდა გამომივიდეს რაღაც რეკლამასავით და ვისაუბროთ ჩვენ პროდუქტებზე და ჩვენ ფასებზე და ასე შემდეგ. ამიტომ უბრალოდ ზოგადად ამის შესაძლებლობას ჩვენ ფორმატით არ გვაძლევს, ამიტომ ზოგადად ვიტყვი. ამიტომ ზოგადად ვიტყვი, რომ ტექნოლოგიები ხშირ შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს, რომ სასტუმროში დამატებითი კადრების საჭიროება აღარ იყოს და დამატებითი კადრის საჭიროება ამოვიღოთ. ერთ-ერთი რაღაც ისეთი შეხვედრის დროს, როდესაც ჩვენ პარტნიორებს ხვდებოდით, ერთ-ერთი ივენთის დროს, ესეთი საცილო კომენტარიც კი მოვისმინე ჩვენი პარტნიორისგან, რომ როდესაც წარუდგინეთ 2024 წლის განმავლობაში ყველა ის სიახლე, რომელიც დავნერგეთ ჩვენ სისტემებში, მათგან კომენტარი წამოვიდა ესეთ, რომ თქვენ საერთოდ ადამიანის ამოღება გინდათ სასტუმროდან. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის.
და სასტუმროს და სტუმარმასპინძლობის სფერო ზუსტად ის სფერო არის, საიდანაც ადამიანის როლის ამოღება ფიზიკურად არ შეიძლება და არც გამოვა. ზუსტად ადამიანური ურთიერთობების გამო მივდივარ თქვა სასტუმროში და რაღაც ელექტროგასაღებით რაღაც სხვა ადგილას. თუმცა რეალურად ერთი ამოღება და მეორე არის რაღაც შემცირება და დატვირთვის მოცილება და იმ რაღაცა როგორც წერან რუტინული საკითხებზე მათი დროის აღარ დახარჯვა. ზუსტად ამას უზრუნველყოფს ავტომატიზაცია, ზუსტად ამას უზრუნველყოფს ყველანაირი ტექნიკური წინსვლა, რომელიც ინერგება სხვადასხვა მიმართულებით სასტუმროების სფეროში, რომ არ იყოს საჭირო, თუნდაც იგივე მაღალი სეზონის პერიოდზე დამატებითი კადრების აყვანის აუცილებლობა არ იყოს. მით უმეტეს ვიცით, რამდენად მტკივნეული საკითხი არის კადრების თემა მთლიანად ტურიზმის სფეროში და მასპინძლობის სფეროში. ძალიან დიდი დანაკარგი განვიცადეთ COVID-ის შემდეგ და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. ამაზეც დიდად აღარ გავამახვილებ ყურადღებას, უბრალოდ იმას ვთქვი, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ხარჯის შემცირება შეიძლება, მათ შორის რაღაც ხელფასებზე და სხვა რაღაცებზე რო არ ვისაუბროთ, საკომისიოებისაც კი, რომელსაც ისინი უხდიან თუნდაც ონლაინ გადახდის არხებს და ონლაინ გადახდის სისტემებს, რომლისგანაც ღებულობენ ჯავშებს. როგორც წერან თქვით რაღაც პროდუქტებზე ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა იყოს თითოეულმა სტუმრომ ეს არის რომ უნდა გქონდეთ საკუთარი ოფიციალური ვებსაიტი და ამ ვებსაიტზე უნდა გქონდეთ სადაჯავშნო მოდული, რათა პირდაპირ მიიზიდონ სტუმრები თავისთან და აღარ სჭირდებოდეთ რაღაც შუამავალი არხები, რომლებიც დიდი რაოდენობით საკომისიოს არტყავენ. გასაგებია და დღევანდელი მდგომარეობით როგორი შეიძლება იყოს ტენდენცია თქვენი დაკვირვებით? ლევან გესმით ჩემი ხმა? ლევან გესმით ჩემი ხმა? სამწუხაროდ ჩვენ ვეღარ ვახერხებთ ხელახლა დაკავშირებას ლევანთან. დიდი მადლობა მას გადაცემაში მონაწილეობისთვის და საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვის. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ერთმანეთს მომავალ პარასკევს ამავე არხზე იგივე საეთერო დროს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ, ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.